პროტესტის ახალი ტალღა მოყვა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავებას. იურისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ მზია ამაღლობელის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. მათ მიაჩნიათ, რომ გავლენიანი მედიის დამფუძნებლის საპატიმროში დატოვება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ვერანაირ სამართლებრივ, ლოგიკურ და რაღაც შეფასებას ვერ უძლებს ასეთი არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი გადაწყვეტილება, მათივე ლოგიკითაც ეს არანაირად არ წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ თუ ფართოსურად შევხედავთ, ქვეყანაში ყავს არა დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებები, არამედ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც კანონის დაცვის ნაცვლად და კანონის ფარგლებში საქმიანობის ნაცვლად ეწევიან პროვოკატიულ ქმედებებს. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე არაერთხელ გავავრცელებთ ჩვენი შეფასება. არ შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს თავისუფლება აღკვეთილი ისე, რომ არ იყოს დასაბუთებული, რატომ იყო ამ ზომის გამოყენება მიზანშეწონილი და სწორი. მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნად აფასებენ მისი კოლეგები. მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ის წინასწარ პატიმრობაში მოსამართლემ უკანონოდ დატოვა ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე. მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ათობით მედიის წარმომადგენელმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. ამაღლობელი დასაჯეს სამაგალითოდ, მისთვის პატიმრობის შეფარდების არანაირი საფუძველი არ ქონდა სასამართლოს, ის ბრალიც კი რომელიც წაუყენეს არის დაუსაბუთებელი. მზია ამაღლობელის დასჯა ეს არის მედიის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიტანილი იერიში, ეს ყველამ კარგად დაინახა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამ ნაბიჯით ქართული ოცნების ხელისუფლება დაადგა ალიევის, ლუკაშენკოს და პუტინის რეჟიმის გზას, როცა ჟურნალისტი დაჭერილია სისხლის სამართლის წესით. ერთ-ერთი ასეთი აქცია 16 იანვარს გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ არხი არ უთმობს საკმარის დროს და არასათანადოდ აშუქებს მზია ამაღლობელის საქმეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აი ამ დღეების განმავლობაში ერთი ნორმალური სიუჟეტიც კი არ გაკეთდა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ერთი ნორმალური ბექგრაუნდიც კი არ გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რაც აკეთებს ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე ბათუმელები და ნეტგაზეთი. სამწუხაროდ ბოლო პერიოდია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს. ეს ჩემი უცვლელი პოზიცია არის საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამიტომ აუცილებელი არის, რომ როგორც საზოგადოებამ, ასევე მედიამ ჩვენი სათქმელი ვთქვათ და საამისო ინსტიტუცია ქვეყანაში არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. კოლეგები და მკითხველები ბევრს საუბრობენ მზია ამაღლობელის დაარსებული გამოცემების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის მნიშვნელობაზე. წლების განმავლობაში თითქმის 25 წელია ბათუმელები და ნეტგაზეთი გაბედულად, უკან დაუხევლად აშუქებენ ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს, აშკარავებენ კორუფციას, საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე, რაც ძალიან აღიზიანებს ბევრს ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც არც ერთი წუთით არასდროს არ უღალატიათ თავიანთი პროფესიისთვის და ზუსტად ერთ-ერთი არის მზია, რომელმაც შექმნა სრულიად დამოუკიდებელი და ჭეშმარიტად თავისუფალი მედია, რომელიც წლების განმავლობაში ყავს თავისი აუდიტორია და საკმაოდ დიდი აუდიტორია და რა თქმა უნდა მათ აწვდის აბსოლუტურად დაბალანსებულ ინფორმაციას და კვებავს საზოგადოებას მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკით. აქროს ჩემი რაღაც შეიძლება ითქვას ცნობიერი ცხოვრება დაკავშირებული არის ბათუმელებთან და არა მარტო ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, თანამოაზრეებისთვის, თანამოქალაქეებისთვის, ბათუმი წარმოუდგენელია ბათუმელების გარეშე. მზია ამაღლობელმა რუსთავის ციხიდან, სადაც ახლა ის იმყოფება, 15 იანვარს წერილი გამოაგზავნა. ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის როგორც დიქტატურა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა. მოვინახულე მზია
მეხუთე დაწესებულებაში და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მასთან მიმართებით. საუბარია მისი დაკავების შემდგომ ირაკლი გებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების არაერთ ფაქტზე. მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს, ასევე მისი ბრძანების შესაბამისად მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის უმძიმესი ფაქტები, რომელსაც ჭირდება სასწრაფო გამოძიება. ეს ადასტურებს არასათანადო მოპყრობის ფაქტს, რომელიც ექვემდებარება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებას. მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. ჯერ ადმინისტრაციული წესით საპროტესტო ბანერის გაკვისთვის, მალევე გათავისუფლების შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მუხლი, რომლითაც ჟურნალისტია დაკავებული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.